გასცემით ამ ამისათა და ამისათა და სულისათა ჩვენთან არის მე. არ დაიყო. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, გავლენ დღესასწაულს, თამდენ დღესასწაულს. ისეთი პირეული იყო, რომ დიდი მამების ხსენება იყო და დიდი ღვთის საცნო მოძღვართა ხსენება იყო. დღეს ხსენება არის ექვთიმე კერესელიძესი, რომელმაც დიდი შრომა გასწია. ის რომ საგალობლების კრებულები შექმნა, გადაიტანა ნემირებული საგალობლების სამეფო სისტემაში, ის რომ გადაარჩინა ბოლშევიკური ასე ვთქვათ უღმერთო მთავრობას ეკპერო ყველაფერსა ის რომ აღდგომთან და მეგობარ ნაცნობთან რაღაცა ჭირვეულობა გაუგებრობებს ეს დიდი ღვაწლი ნაშრომი შეუნარჩუნა დღევანდელ და მომავალ ჩვენს თაობას ეს მისი ნამდვილად ღვთისმოყვარების უმაგალითო ნიმუში არის. მარტო ადამიანი ამით საქმეს აკეთებდა და საოცარსეთოს ამბობს, რომ ამ თვალ მარგალიტში უფრო ვერცხლში ხელის გავლების უფლება ვერც მომოწა თორე ვინმე და საოცარი ცხოვრებით იცხოვრა დევნა შემძლეობას ღალატ წყლის გარდაქმნას ყველაფერს ღვთის სიყვარული თვერი და ზედაზნის მონასტერში თავისი ცხოვრების ბოლო წლები გაატარა და იქ აღესრულა და იქ დაიბრძანა. ესაც სამთავროს მონასტრის დედებმა როცა რომ მივიდნენ მოსამართლებლად მაშინ დაახესრულა ძალიან უცნობი იყო. გარდაიცვალა და იქვე არის დაკრძალული. ასევე დღეს ექვთიმე დიდის ხსენება არის დიდი მამა მონაზონთა წინამძღოლი მასწავლებელი სულიერ საკითხთა ცნობი და მოძღვარი დავრიგებული. კიდევ იყო ხსენება მაკარი ეგვიპტელის დიდის და მაკარი ალექსანდრიელის. ეს მამები არიან, რომელიც უფალთან და უფლის ანგელოზებთან პირდაპირ საუბრობდნენ და ისინი შეეწევოდნენ და ისინი ასე ვთქვათ განაგრძნობდნენ მათ მგონებასა და გულს. მაკარი ეგვიპტელის ცხოვრებაში არის ესეთი ფაქტი, რომ აზრი გაუელოს ვინ არის ნეტა ჩემზე დიდი და უფლის ანგელოზზე ეუბნება ორი ქალბატონი, რომელიც ცხოვრობს ალექსანდრიაში, ისინი არიან შენზე უფრო დიდ ღვაწლში და მიდის და როცა ეკითხება თუ რა ღვაწლი გაქვთ, უყვებიან თავის ცხოვრებას. ჩვენ ცხოვრები ვართ ძმებისა და ვთხოვეთ, რომ მონასტერში წავსულებავით. რო გვითხრეს უარი, მას მერე აღქმა დავდეთ, რომ არაფერი ბოროტი და საზრახისი ჩვენი ბაგედან არ ითქმებოდა. და მას მერე აესაცხოვროთ მშვიდობით. მაშინ მაკარი ეგვიპტელი ადიდებს ღმერთს და ამბობს, რომ ნამდვილად ღვთისთვის არ არის, ასე ვთქვათ, მთავარი მონაზონი არის ეს ერის ადამიანი არის ეს მეფე მთავართა ჩამომავალი. მთავარი არის გული ადამიანისა და გონება, გულწრფელობა ღვთის მსახურებასა და ღვთის სიყვარულში. და ყველასათვის უფლის მოწყალებით გზեցისაკარი ხსნილია. მარკო ზეფესელი, რომელიც იყო დიდი მოძღვარი და მასწავლებელი, შემართული სარწმუნოების დაცვისათვის და შეუვარი დღეს როცა ვთქვათ პრინციპული საფრთხო სიმართლის დაცვისა და გამტკიცებისათვის. იცით, ეს იყო მეთორმეტე საუკუნე, როცა ბიზანტიას უჭირდა უკვე მანამდე ლათინებმა, ევროპელებმა დაარღვიეს კონსტანტინოპოლი ორჯერ ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც რომის პაპი, რომელსაც რომის პაპი აკურთხებდა. თვითონ მიზანი იყო წმინდა მიწის, წმინდა ქალაქის იერუსალიმის განთავისუფლება ჯულთაგან
სინამდვილეში კი ნაალაფარის ნაძარცვის მოპოვებისთვის იყო ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი დაანგრიეს, დაარღვია და თუ კი რამე ძვირფასი ყველაფერი გაზიდეს ევროპაში. და აი ვენეციაში დოჟევის სასახლეს რომ ამბობენ, იქ ნაწილი არის თუ მოზაიკის და თუ იმ ცნობილი ტრაპეზის, რომელიც იუსტინიანე დიდმა აშენა, გააკეთა კონსტანტინოპოლის აია სოფიის ტაძარში. და ნამსხვრევებიც აიღეს და იქ თავიდან აღმართეს. სიწმინდეები, წმინდა ნაწილები, კედლებიდანაც კი ოქროს ლუცლებს ხსნიდნენ, აი ესე გაძარცვეს ორჯერ. ხოლო უკვე მე-15 საუკუნეში, როცა პირველ ნახევარში, როცა უკვე ბიზანტიის იმპერიას ძალიან მძიმე დღეები ედგა, მუსლიმები უტევდნენ დედაქალაქს, ხოლო შინაური გამცემლები და მოღალატეები იმპერიას არაფრით არ ეხმარებოდნენ, პირიქით მოწინააღმდეგის მხარეს იყვნენ და ხელს უწყობდნენ თავისი მოღალატეობით მათ გამარჯვებას. აი მაშინ რომის კათოლიკური ეკლესია ფიქრობს, რომ მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესია ამ დროს უკვე ცალ-ცალკე არიან, რომ ისევ შეიერთოს და დაიმორჩილოს კათოლიკურმა ეკლესიამ მართლმადიდებელი სამწყსო და ეკლესია და სთავაზობენ ხელშეკრულებას, უნია ჰქვია, რომ აღიარონ მართლმადიდებლებმა ის ცნობილებები, რომელიც აქვს კათოლიკურ ეკლესიაში კათოლიკე ძელ და მისიონერებს და ქადაგებლებს და ამის სანაცვლოდ, რადგან უჭირს სახელმწიფოს, მისცემენ იარაღსა და ფულს, როგორ გავს დღევანდელი სიტუაცია. ესე იგი, გაჭირვებულს ფულითა და იარაღით ეხმარებიან და ამ დროს ანადგურებენ მთლიანად, რაც ხდება უკრაინაში. და აი მაშინ 1427 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავრები იმპერატორთან ერთად, მეფესთან ერთად მიდიან, რომ ამ შეთანხმებას ხელი მოაწერონ და რომ, ასე ვთქვათ, ამის სანაცვლოდ მიიღონ დახმარება. ევროპაში, რომში ჩასულები, ესე იგი, როცა რომ შეკრება დაიწყო, არანაირი სიტყვა არ მისას, მხოლოდ ისინი ლაპარაკობდნენ. ლანძღავდნენ, შეურაცხყოფდნენ, აშემშილებდნენ, ესე იგი, წყალს არ აძლევდნენ. ანუ გაუსაზღვრელობაში ხალხი. და 2 წლის განმავლობაში აი ესეთი ტარგვა იყო იმ დელეგაციაში საქართველოს ერთი იყო ეპისკოპოსი გრიგოლი და 2 ერის ადამიანი. და უბრალოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს და ერის ადამიანებს ტერორში აყოფენ. და ყველანაირი გზით და ყველანაირი ძალით სურდათ, რომ მიიღოთ მართლმადიდებელთან თანხმობა, რომ აღიარებდნენ რომის ეკლესიის წინამძღოლს, რომის პაპის პირველობას, პრივატს და იმ განსხვავებასაც, რომელიც კათოლიკურ წარში არის, ამასაც ასე ვთქვათ, დასაშვებად მიიღებდნენ და მოკლედ რომის ეკლესია გახდებოდა პირველი და მართლმადიდებელი სამყარო უნდა ყოფილიყო მისი მომორჩილი. და აი ამ გაუსაზღვრელი პირობების გამო შეჭრებისა და აი ამ შიმშილის, შეურაცხყოფის, აი ამის გამო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავრებმა ხელი მოაწერეს. ხოლო არის ესეთი წიგნი გადმოცემა, რომ ქართულმა ეპისკოპოსმა სალოცობა დაიწყო და როცა რომ ნახა ბერძენმა ეპისკოპოსებმა ხელი მოაწერეს ამ ასე ვთქვათ უნიას, შეთანხმებას, დაიწყო სალოცობა და განერიდა ეფესოს და ფლორენციას და იტალიის ქალაქს და შემდეგ უჩუქრად ჩავიდა, ისე რომ ვერავინ შეამჩნია, უჩუქრად ჩავიდა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიაში და შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ხოლო ის ქართველი დიდებული, ვინც იყო თანხლები, რომის პაპი გაბრაზდა ამ უარზე და უნდა ასე ვთქვათ დაეყოლიებია ვინც უარი თქვა ოთხმა ეპისკოპოსმა და რამდენიმე
ერის ადამიანი მოვალე თქვა და უნდა რომ დაეყოლებინა და იფიქრა ერის ადამიანს ალბათ უფრო ადვილად დავეყოლებოდა და შეხვდა რომ ქართული მედრესე მოკლედ ქართულმა დიდებულმა გამოავლინა ცოდნა სარწმუნოებრივი ეკლესიური ამხილა რომის პაპი და მოკლედ განაცხენებული დარჩა რომის პაპი და სიტყვა ვერაფერი ვერ მიუღო ოღონდ შემდეგ გადაწყვიტა რომ შური ეძია ამ ქართველებმაც დასტოვეს გაჭირვებით რომ დატოვეს იტალია და რომის პაპი ბიზანტიის იმპერატორს თხოვს რომ მარკოზ ეფესელი დასაჯოს მარკოზ ეფესელმა ხელი არ მოაწერა ამ შეთანხმებას და როცა რომის პაპს მიუტანეს ეს ხელმოწერილი დამთავრებისაგან ხელშეკრულება პირველი რაც იკითხა მარკოზ ეფესელმა თუ მოაწერა ხელი და ნახა რომ არ აქვს მოწერილი ხელი და თქვა მაშინ ჩვენ არაფერი წარმატება არ გაგვიმარჯვია ჩვენ არაფერი წარმატება არ მოგქონია ბიზანტიის იმპერატორი იწყებს მარკოზ ეფესელის დევას და მარკოზ ეფესელი ამხელს იმ კრებულსაც რომელიც აპირებს მსჯავრის გამოტანას და ეუბნება სანამ ერთად ვიყავით კათოლიკეები და მართლმადიდებლებიო მაშინო თქვენი ეკლესია კათოლიკეებიც კი აღიარებდნენ იმას, რასაც ახლა ჩვენ აღიარებთ და უფრო მეტადაც კი აღიარებთ. და მე არაფერი სწავლება არ მომიგონებია და არც არაფერი ჩემი სწავლება დამიწყება. ლაპარაკობ და ვიცავ იმ სწავლებას, რომელსაც ჩვენი მამები, ეკლესიის ბურჯები ასწავლიდნენ და იცავდნენ. და ამიტომ ჩემი დარჟა გაუგებარია, თუ კი სიმართლეს ლაპარაკობ, მაშინ გამოდის, რომ თქვენც სიმართლე უნდა მიიღოთ. და თუ კი ის სწავლება, რომელიც ეკლესიის სწავლება არის და რასაც დღეს ჩვენ ლაპარაკობთ, არის შემცველი, მაშინ სწავლება არის თვითონ განსახილველი. მოკლედ მარკოზ ეფესელი იმ დროს არ დასაჯეს, მაგრამ ბიზანტიის იმპერატორმა მაინც მოახერხა და დაიჭირა ეპისკოპოსი მარკოზ ეფესელიდან დილეგში ჩააყო. და იქ უკვე ასაკიანი მთავარი, რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობაში, ცუდ მდგომარეობაში ხავდათ, მაგრამ არც საპრობილედან არ წვეთდა ხილებასა და ქადაგებას, რომ ეს ძალით მოტანილი ერთობა, უნია მალე დაერღვეოდა. და მართლაც დაერღვა. და ცოტა ხანში კიდევ მთლიანად ბიზანტიის იმპერიაც დაერღვა და დაეცა. ასევე მომდევნო კვირას არის ხსენება დავით აღმაშენებელის. მეფე, რომელმაც შეძლო საქართველოს გაერთიანებით, გაძლიერებით ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცისათვის კიდევ ერთი დიდი საქმე გააკეთა. თავად იყო მაგალითის მიმცემი გალობანი სინანულისანი მან დაწერა და ნამდვილად ეს იყო ნიმუში იმისა, თუ ძალაუფლების ქვეშ მდგომ ადამიანს როგორი თავდადებული მართებს, რომ მერთმა მისი წინამძღოლობით ხალხს მისცეს. ყველაზე უფრო მთავარი განძი და გრძნობა. განძი ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებისა და გრძნობა სიყვარულისა, რომელთაც უნდა ემსახურო მომავალს, სამშობლოს და შენს რწმენას, მამაპაპის რწმენას. მოციქულის გვეუბნება, სიტყვას დიდი ძალა აქვს. დღეს რაც ხდება, ალბათ აი ამის ფონზე რომ გამიხილოთ, ისე უკრაინას მიუბრუნდება, ეკლესია დაარბიეს, რაღაცა მსგავსო სანახაობებს მართავენ და კიევის ლავრის მღვიმეები მთლიანად გამოაცხადეს მუზეუმებად, სარწმუნოებას უღალატეს და აკითხვით ფერარა ფლორენციის უნიით, როდესაც ბერძენმა უნდა მთავრობა გახიდეს, უღალატეს ქრისტეს, სანაცვლოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ შემდეგ წლებში. დიდი სახელმწიფო ბიზანტიისა დაეცა, დახმარება ევროპისაგან ვერაფერი ვერ მიიღეს, არც იარაღი და არც ფული და აი ესე სირცხვილეულები დაბრუნდნენ და როდესაც კონსტანტინოპოლში შემოდიოდნენ, ხალხი მათ ყვედრიდა და შეარწმუნდა. და სიტყვა ძალიან დიდი ძალა აქვს.
სიტყვით გამოხატული სიმტკიცე აკი მოციქულიც ამბობს სარწმუნოარს სიტყვა და ყოვლისა შეწყნარებისა ღირსი რამე თუ ამისთვის ვშრებით ვშრომობთ და ვიყვედრებით სიმართლისათვის რამე თუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა რომ ვარს მაცხოვარი ყოველთა კაცთა უფრო ეზღა მორწმუნეთა ესე იგი აი ამ სიტყვას ჭეშმარიტებისას ვერწმუნებით და ვაღიარებთ რისთვისაც გვყვედრია სიმართლისათვის დღესაც იგივე გრძელდება ბევრჯერ გვიტყვია არც ეშმა კი იცვლება თავისი მახეების დაგების ხრივ და ერთი და იგივე სასწაული აქვს ყველა დროს ადამიანს და არც მეზობლების დამოკიდებულება იცვლება მეზობლების მიმართ კონკრეტულად ჩვენს მიმართ ასევე უფალი დღეს და მომავალშიც ერთია და უცვლელია და მოციქულებიც უფლის სწავლებით ამბობენ სიტყვა დასაჯერებელი და სარწმუნო არის და ყოვლისა შეწყნარებისა ღირსია და ყოველთაგან რამე თუ ამისთვის ჩვენ ვშრომობთ რომ მე სიტყვა შევიმეცნოთ და ვიყოთ ერთგული ამ საფრთხო სიტყვისა და რომლისთვისაც ვიყვედრებით რადგან ვესავთ ღმერთსა ცხოველს ყოფილსა და ცხოველსა რომელს მაცხოვარი ყოველთა კაცთა და უფროსგან მორწმუნეთა აკი მოციქულიც ამბობს მორწმუნეთათვის ჯვარი ძლიერება არის და საფრთხო ძალა ნიშანი ხოლო ურწმუნოთათვის სიცოცხლე და სიშლეგე დღესაც იგივე ხდება ჩვენ გვწავს ჯვარი და ამიტომაც ყოველთვის სიხარულით ჯვრის საგალობლოსაც ვგალობთ და სიხარულით ჯვარსაც ვეამბობებით და ვეთაყვანებით ბოლო ვისაც უყვარს ან მოჩვენებით ან ბოლო და მხოლოდ სიცრუით აღიარებს რომ უყვარს და სწავს ქრისტე მათთვის ეს მიუღებელია და ყველაფერს დაუშვებს ყველაფერს იკადრებს ოღონდ კი დღევანდელით იცხოვოს ჩვენ კი ამ დროსა და საათზე არ ვართ დამოკიდებული ჩვენ დაუსრულებელ სამომავლო დროზე ვართ მინდობილები რომლისა ფლობელიცა და შემოქმედით სამძანებელიც არის თავად იესო ქრისტე გვწამს ღვთის შეწევნითა და ღვთის ძალით ვინც ერთგულია ქრისტესი იგი დაიმკვიდრებს ორსავ სოფელს ამ სოფელსაც და მომავალ სასოფლოსაც რადგანაც წინასწარმეტყველი დავითი ამბობს არ მინახავს მე მართალი ადამიანის შთამომავალი დაგდებული და მთხოველი პურისა ხოლო ჩვენი პური არის ცნება ქრისტესი და ჩვენი საზრდო არის ჩვენ ერთმანეთს ერთად დაგლოცოთ ერთად გაგაძლიეროთ ხვალ არის სენება მაქსიმი აღსარებლის და ჩვენ აქ წირვას დავიწყებთ დილის 6 საათს ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა შეგიძლიათ დაესწროთ დილის 6 საათს არ იქნება სიცილი შუადღეს უპროცინო დილასაცილო და ღმერთს ვთხოვთ რომ ჩვენი დიდი ეკლესიის ვამბის ლოცვა იყოს ჩვენი შემწე და თანმიმდევარი ყოველი ცხოვრების განმავლობაში ჩვენთან არის მე